ესე ვთქვათ, პაატაცაავას ვეძახი, მე ამას პეტრეცაავას არ ვეძახი. და ალბათ სწორიც ვარ ამისი განცხადებით, რომ მოინდომა ესე ვთქვათ, ამ არჩევნებში, სინოდალურ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ოპოზიციასთან აფილირებულ ყოფილ მღვდელმთავარს, პატრიარქის მაგინებელს პაატაცაავას საპატრიარქო კანდიდატის გამოსავლენად გამართულ არჩევნებში მონაწილეობა სურს. ეს როგორი ამბავია, იცით, ეხა მე რომ მკითხოთ, აი შევადარე უცბად ჩემ თავში რომ ქრისტე რომ ჯვარზე გააკვრეს, იუდა რომ დაბრუნებულიყო 12 მოციქულთან და თქვენთან ერთად მამყოფეთო, რო ეთქვა რა. აი ესეთი უტიფარია ეს პაატაცაავა და საერთოდ რა, მე მგონი ისიც ვერ გაანალიზა და ესე ვთქვათ, გაიაზრა რა გააკეთა საერთოდ რა. და საერთოდ როგორ გაინოლა თავი ყველასთან აბსოლუტურად არა მარტო ესე ვთქვათ სამღვდელოებასთან და სამღვდელობის წარმომადგენლებთან და როგორ გაინოლა თავი საერთოდ ერშიც. იმიტომ რომ მე მართლა მომსწრე ვარ იმისი თუ როგორ უყვარდა პატრიარქს ის რა და როგორ ეფერებოდა და აი ამ ყველაფრის მომსწრე ვარ პაატაცაავას შემთხვევაში მართლა რა დიდ სიყვარულს განიცდი და უწმინდესი და აი რა გაუკეთა იმიტომ რომ თქვენ გახსოვთ ხო ეს ამბები რომ იქ მაშინ უწმინდესის გადაწყვეტილება რო იყო რომ ის რა ქვია უფროსი ახალაია რომ დააჯილდოვა უწმინდესმა ხო გახსოვთ ეგ ისტორია რა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში რა და ეს ყველას გაუკვირდა ძალიან რომ ესე ვთქვათ როლანდ ახალაია თუ რა ქვია ის როგორ დააჯილდოვა ეს და რაღაცა ეს იყო პეტრეცაავასგან პრინციპში ნათხოვნი და უწმინდესის რასაკვირველია ხა ყველასთვის მტერი თუ მოყარე მოდ უწმინდესისთვის მიუხედავად უფრო მტერი, უფრო ახლოს იყო და მისთვის ლოცულობდა და რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, მაგრამ კარგად გახსოვთ, რომ მართლა ძალიან ისეთი სიყვარული ჰქონდა ამ ადამიანის მიმართ მე ვარ შემსწრე რა, მაგრამ აი ამ უსაყვარლესმა კაცმა რა გაუკეთა და როგორ გაუკეთა კარგად ხედავთ ყველა და ეხა კიდე ეს კაცი ესე ვთქვათ იმ სტატუსში აღდგენა სიტყვის თავის თავს მეუფის სტატუსში რა პირველ რიგში ეს ამას ნიშნავს ხო რომ მონაწილეობა მიმაღებინეთ ნიშნავს იმას რომ აღმადგინეთ მეუფის სტატუსში და მერე მონაწილეობა მიმაღებინეთ და არ გამოვა ეგ ამბავი მინდა უთხრა იმიტომ რომ ჯერ ესეთი არც არანაირად სამართლიანი არ არის მეორეს ერთი არის რა ვიცი ღალატის ალბათ ესეთი აშკარა გამოსახულება და მოკლედ ეს რაც შეიძლება პეტრეცაავაზე მეთქვა რა